დიდების მემორიალის ავტორი რომ ზურაბ წერეთელი ყოფილიყო, მას თბილისიდანაც დაინახავდნენ. ახლა კი მემორიალი მოკრძალებულად და ღირსეულად გამოიყურება. ამის შესახებ რადიოსადგურ ეხო მოსკოვის მიმომხილველი ანტონ ორეხი იუწყება. ის საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს და ამბობს, სააკაშვილმა ძეგლი ააფეთქა და ამით თავის თავს სულელური საჩუქარის გაუკეთა, რადგან მემორიალს საქართველოს ოკუპაციასთან არავით არის საერთო არ ჰქონდა. ნამდვილი ოკუპანტი და ქართველი ხალხის მტანჯველი მას არა მოსკოვში, არამედ გორში უნდა ეძებდნენ, სადაც ამ ოკუპანტის ძეგლი იდგა და დღემდე მისი მუზეუმია. ველოდებით სააკაშვილისგან საპასუხო ნაბიჯებს მე მის ადგილას ხადარკოვსკის და ლებედევის ბრინჯაოს ქანდაკებებს ჩამოვასხამდი და იუკოსის ბენზინგასამართის სადგურის ფონზე დავდგამდი, აცხადებს ანტონ ორეხი. ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტი მსახიობებს უწოდებს და ორ ლიდერს შორის ბევრ საერთოს ხედავს. დიდი ხანია ვამბობ, რომ ყველაზე დიდი დარდი ვლადიმერ პუტინისთვის სააკაშვილის დამხობა იქნება. ის ხო პუტინისთვის შეუცვლელი თანაშემწეა. მათ ერთმანეთის საკუთარი პოლიტიკის გასამართლებლად სჭირდებათ, ვიდრე სააკაშვილი არსებობს, პუტინს საქართველოს საკითხებზე თავის მართლებაც კი არ სჭირდება. სააკაშვილსაც შეუძლია პუტინის საბაბით ნებისმიერი პოლიტიკა გაატაროს და ხალხის მოწონებაც დაიმსახუროს, რადგან პუტინი საშინელი მხეცია. საუკუნოდ უკვდავ ყოფილები ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა კომერსანტი რეპორტაჟს, რომელიც მოსკოვში პაკლონაე გარაზე ქუთაისში დემონტირებული საბრძოლო დიდების მემორიალის ანალოგის გახსნას ეხება. ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი საზოგადოებას თავაზობს ნინო ბურჯანაძეს გენერალ კარბიშევის სახელობის ორდენი გადაეცეს, რადგან მისი თქმით ბურჯანაძე მთელი ცერემონიის განმავლობაში ყინვაში ფეხსაცმლით და თხელი წინდით იდგა. პაკლონაე გარაზე ქსოვილ გადაფარებული მონუმენტი კი ნახევრად გაშიშვლებული ქალიშვილივით იდგა. ჩანდა ორივე ჯარისკაცი ეგოროვი და ქანთარია. როგორ მოხდა, რომ ომის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი ქართველი აღმოჩნდა? კანონზომიერება უკვე მისტიკურად მეჩვენებოდა. ყურადღება მივაქციე იმას, რომ ქანთარია რამდენიმე სანტიმეტრით ეგოროვზე დაბალია. მივუახლოვდი მოქანდაკეთა ჯგუფს და ვკითხე, შემთხვევითია თუ არა ეს სხვაობა სიმაღლეში, წერს კომერსანტის რეპორტიორი. არა მტკიცედ მიპასუხა შჩერბაკოვმა. ეს ხომ თითქმის პოლიტიკური საკითხია. ამასობაში დაიწყო გახსნის ცერემონიაც. დიქტორმა მისი მთავარი მონაწილე გმირები წარადგინა, მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, შემდეგ კი ნინო ბურჯანაშვილი. ქალბატონი ბურჯანაძე შეცვა არა იმიტომ, რომ ქარბუქმა დაუბერა, არამედ იმიტომ, რომ მისძან მიმართულად მბორგავ ქარბუქში ფეხსაცმელით იდგა, წერს კომერსანტი. დღეს აქ ბატონი ნოღაიდელიც არის საზეიმო წარმოთქვა დიქტორმა. ბატონ ნოღაიდელს ამ გაუგებრობაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია.